ენერგეტიკული უსაფრთხოება და გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი გლობალური მნიშვნელობის საკითხია. ამ ფონზე იზრდება სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროების წილი მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე. ამ მიმართულებით კი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და სწრაფად განვითარებადი ალტერნატივა მზის ენერგიაა, რომელსაც ეკოლოგიურთან ერთად ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და მზიანი დღეების რაოდენობის გათვალისწინებით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს მზის ენერგიის განვითარებისთვის. რა პერსპექტივა აქვს მზის ელექტროსადგურებს საქართველოში, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ტექნოლოგია და როგორ შეიძლება ის გახდეს ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. თორნიკე დარჯანია, მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი და ჰელიოს ენერგიის დამფუძნებელია ჩვენი სტუმარი. თორნიკე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ შეცვლილია დღის წესრიგი თქვენს სექტორში. ერთის მხრივ ნედლეულზე გაძვირებულია ფასები, ასევე ბიუროკრატიულ ბარიერებზეც საუბრობენ სექტორის წარმომადგენლები. მოდით მოკლე მონახაზი გავაკეთოთ, თუ რა ხდება დღეს მზის ენერგიის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში. მადლობა მოწვევისთვის. მზიანი დღე გვაქვს და იმედია უფრო და უფრო მეტი მზიანი დღე იქნება. ჩვენ სფეროში შეცვლილია ზოგადად ენერგეტიკაში გვაქვს რაღაც ცვლილებები და მოდით განვიხილოთ ეტაპობრივად. პირველი თქვენ სწორად ბრძანეთ, ანუ შეჩერებული არის ეს ბიუროკრატიული ბარიერების გამო მემორანდუმები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვამოვდით ხოლმე, რომ ძალიან დიდი მონდომებით ელოდება სექტორი. ეს ეხება არა მხოლოდ პირველ და მეორე CFD აუქციონს, არამედ ვიცით, რომ მესამე პირდაპირ ხელშეკრულებების ხარდაჭერის მექანიზმი ჰქონდა. ანუ ფაქტიურად მეორე CFD აუქციონში გამარჯვებულ პროექტებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ მშენებლობის მემორანდუმი. დაახლოებით 2 წელი არის გასული მას შემდგომ, რაც ეს აუქციონი ჩატარდა და მშენებლობის ეტაპზე ჯერჯერობით არ არის ეს პროექტები გადასული. ამ პერიოდში მქონდა ჩვენ საკმაოდ რთული გამოწვევა ფასების ზრდასთან დაკავშირებით. მზის პანელებზე ფასები გაზრდილი არის 30%-ით და არა მხოლოდ მზის პანელებზე, თვითონ ყველა მაკომპლექტებელზე, ალუმინზე შეინიშნება გლობალურის და ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ჩვენ ახლო აღმოსავლეთში და ირანში ომთან. ალუმინზე, სპილენძზე, ყველაფერად ლითონზე არის ფასები მომატებული და ეს პროექტს აძვირებს. არა მხოლოდ ჩვენთვის აძვირებს, ყველა ენერგეტიკულ პროექტში აძვირებს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ფერადი ლითონები ენერგეტიკაში აუცილებელი, ასე ვთქვათ, მასალა არის და აქედან გამომდინარე ეს ერთი გამოწვევა გვაქვს და მეორე გამოწვევა არის ეს შეჩერებული მემორანდუმები, რომლის საფუძველიც ძალიან ბევრი არის, თუ რატომ არის ეს გაჩერებული. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რაც აქვს დღეს სექტორს, არის ის, რომ სამინისტროსთან და ხელისუფლებასთან დიალოგში ასე ვთქვათ, ინფორმაციას ვიღებთ, რომ რაღაც სიჭარბე, რაღაც პერიოდულობით სიჭარბე უნდა წარმოიშვას ენერგეტიკაში, ზოგადად ქვეყანაში და ეს არის დაკავშირებული მაისი-ივნისის პერიოდთან, გაზაფხულის პერიოდთან, როდესაც გვაქვს წყალუხობა და ამ წყალუხობის პერიოდში დღესაც უწევთ არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს წყლის დაღვრა, ისინი წყლის დაღვრას ეძახიან, ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება შეზღუდვები. ამიტომ როდესაც ახალი გენერაციის ობიექტები შევა, ასე ვთქვათ, ექსპლუატაციაში, კიდევ უფრო მტკივნეული იქნება ეს საკითხი, ამიტომ ეს საკითხი არის დასარეგულირებელი. დღეს შეთავაზება, რაც არის სამინისტროს მხრიდან, ეს არის, რომ პირველ რიგში მოხდეს მზის ელექტროსადგურების შეზღუდვა, შემდგომ ქარის სადგურების და ბოლოს ჰესების. თუმცა აქ ჰესების შემთხვევაშიც გასამიჯნია ერთმანეთისგან, ანუ მოდინებაზე მომუშავე ჰესებს გულისხმობთ თუ დამაგროვებელ კაშხლით, რომელიც შენდება. მოკლედ რო ვთქვათ, ეს საკითხი იმდენად, ასე ვთქვათ, მწვავეა და ამასთანავე მანამდე გაცემული ტექნიკური პირობებიც მზის ელექტროსადგურის, ასევე სხვა სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ იწვევს შეფერხებას. თუმცა ჩვენ ყოველთვის იმას ვამბობთ ხოლმე, რომ რაღაცები კი ბატონო გასასწორებელია, ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა იმ ინვესტორებს, რომლებსაც მეორე CFD აუქციონში და უკვე მიღებული აქვთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მემორანდუმები, პირველ მემორანდუმი, ხო, ანუ მათ არ უნდა შეუქმნათ დაფრკოლებები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დარტყმას, პირდაპირ დარტყმას
თქმა არის საინვესტიციო გარემოზე. ბევრი იმის გამო, რომ არ აქვს მშენებლობის მემორანდუმი, ვერ იღებს სესხს, საკრედიტო დაწესებულებიდან ვერ მოაქვს კაპიტალი, რომ გააგრძელოს პროექტი. ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ პროექტები ჩერდება და შეიძლება საერთოდ ვერც განხორციელდეს. თორემ როგორც აღნიშნეთ, ენერგეტიკა ინვესტიციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეყანაში, კაპიტალტევად მიმართულებად ითვლება. რა არის ის мотиваცია ინვესტორებისთვის შექმნილ ვითარებაში, რამაც უნდა უბიძგოს მათ, რომ დარჩნენ და განახორციელონ პროექტები ბოლომდე და ასევე საინტერესოა შეცვლილი დღის წესრიგიდან გამომდინარე უყუგების მაჩვენებელი ვადები როგორია? დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვაა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყოველთვის მაგას ვამბობთ, რომ 2 წლის წინ რომ აუქციონში ვიღაცამ დააფიქსირა, რომელიღაცა ინვესტორმა დააფიქსირა 4.7 ცენტი, 5 ცენტი, ეს დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ტარიფი მომგებიანი არ არის. ეს დაფიქსირებული შესაწყიდი ტარიფი გულისხმობდა იმას, რომ პროექტი უნდა განხორციელებულიყო დაახლოებით 1 წლის ფარგლებში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მზის ენერგეტიკაში გლობალურად იმდენად სწრაფად იცვლება მოცემულობა, ფასები და ამას რა თქმა უნდა ის ინფლაციურ ფონს იწვევს სხვადასხვა ფაქტორი, ეს ომი და ასე ვთქვათ სავაჭრო ომებს გულისხმობა, მათ შორის ასევე ჩინეთსა და ამერიკას შორის. ფასების ძალიან სერიოზული მერყეობა შეინიშნება. ასე რომ ვიღაცა რომ დღეს ტარიფს ვიღაცა რომ განაცხადა რომ 5.6 ცენტი ხა ეს მესამე პირდაპირ მხარდაჭერის ტარიფი 5.6 ცენტი მზის ენერგეტიკისთვის მისაღები იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს შეიძლება საერთოდ აღარ იყოს მისაღები და იგივე ეხება მაგალითად ჰესებსაც. ჰესები ადრე ამბობდნენ რომ მათთვის მისაღები იყო 8 თვიანი 6.5 ცენტი ტარიფი, დღეს უკვე ვეღარ გაკეთებენ ამას, იმიტომ რომ ითხოვენ არა 8 თვეს, არამედ 12 თვეს, იმიტომ რომ შეცვლილი არის ბაზარზე მდგომარეობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი რაც თქვი, ვერ იღებენ კაპიტალს და თუ კაპიტალი ვერ მიიღეს, ვერ მოიძიეს კაპიტალი საკრედიტო დაწესებულებიდან, ეს პროექტები უბრალოდ ვერ განხორციელდება. ასე რომ ინტერესი დიდია ენერგეტიკაში, ყოველთვის ასე იყო ენერგეტიკული, იმიტომ ვიცით რომ მზარდი მოხმარება გვაქვს ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყოველ წელს გვაქვს მინიმუმ 5% ზრდა. შესაბამისად გჭირდება ეს პროდუქტი. იმპორტ დამოკიდებულების ნაწილში რამდენად რეალურია, რომ მზის ენერგია იყოს მნიშვნელოვანი რგოლი შემცირების? აი ესეც ფანტასტიკური კითხვაა, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ რომ მზის ენერგეტიკა არ არის ჩვენთვის იმდენად საინტერესო, რადგანაც მას არ აქვს ზამთარში გამომუშავება იმდენი, რომ რაღაცა გავლენა მოახდინოს იმპორტზე, იმიტომ ძირითადად იმპორტ დამოკიდებულება გვაქვს ზამთარში, თუმცა ეს არის მცდარი, იმიტომ რომ შარშან ჩვენ ივლისის თვიდან ჩართული ქონდა თბოსადგური. იმპორტირებულ გაზს წვავდით, რომ ელექტროენერგია გვეწარმოებინა იმხელა მოთხოვნა იყო ბაზარზე. ვიცით რომ ადრე ვიყავით ჩვენ ზამთრის პიკური ქვეყანა, ესე ვეძახდით, ახლა გავხდით უკვე ზაფხულის პიკური ქვეყანა, ზაფხულშიც აღარ ყოფნის ელექტროენერგია. შესაბამისად გაზის დაწვის მაგივრად მარტივად რო ვთქვათ, მზის ელექტროსადგურებით შეიძლება რომ ეს ჩანაცვლეს. ჩვენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ეგრეთ წოდებული ნეტო აღრიცხვის მიმართულებითაც ჰქონდა საკმაოდ სერიოზული წინსვლა, დაახლოებით 300 მეგავატ სიმძლავრემდე არის სადგურები განვითარებული. ამ 300 მეგავატმაც კი ვერ უშველა შარშანდელ ამ ზაფხულის პიკს, როდესაც ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში თითქმის თბოსადგურები არ გაჩერებულა. რაც ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაც ჩვენს ისტორიაში არც ყოფილა, რომ თბოსადგური ჩვენ ჩაგვერთოს ზაფხულში ამ სიმძლავრით. ამ დროისთვის დადგმული სიმძლავრე მზის ნაწილში, მზის ელექტროსადგურების ნაწილში რამდენია რომ გითხრათ ჩვენთან და გლობალური ტენდენცია ამ მიმართულებით როგორია? ჩვენ ძირითადად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით გქონდა სწრაფი და საკმაოდ ისეთი ზრდა, ხელშესახების ზრდა. როგორც გითხარით, 300 მეგავატ სიმძლავრეზე მეტი არის ჯამურად თელაში და ენერგოპროში დამონტაჟებული ესეთი ტიპის სადგურები, რომელიც ხმარდება როგორც შიდა მოხმარებას, ასევე ზოგადად რაღაც ფონს ქმნის ენერგეტიკაში იმ თვალსაზრისით, რომ საწარმოები მოიხმარენ
საკუთარ ენერგიას და რაღაცა ენერგიის გამოთავისუფლება ხდება. თუმცა, როგორც გითხარით, ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს პიკური ზაფხულის პიკური დატვირთვები დაგვეფარა და გვაქვს ასევე 10 მეგავატ სიმძლავრემდე თუ სწორად მახსოვს ქსელური ტიპის, ანუ დიდი სიმძლავრის სადგურები, რომელიც მიერთებულია და ელექტროენერგიით ვაჭრობენ. ანუ გულისხმობ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებს და ტენდენცია არის ძალიან მზარდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში განსაკუთრებით. შარშან თუ არ ვცდები 25 გიგავატ სიმძლავრემდე მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა და კიდევ აპირებენ ზუსტად აი ამ პოლიტიკური და გლობალური ფონიდან გამომდინარე გაზრდას წელს თავისი სიმძლავრეებს. დავახსენოთ ალბათ შავი ზღვის კაბელი, რომელმაც საერთო ინტერესის სტატუსი მიიღო. ეს რა როლს თამაშობს უკვე ადგილობრივად ჩვენთან, რადგან საქართველოს მნიშვნელოვანი რგოლია ამ პროექტში, რა როლს თამაშობს და რამდენად შეიძლება იყოს, ვთქვათ, გადამწყვეტი დადებითი ნაბიჯების გადადგმაში, გადაწყვეტილების მიმღებების მხრივ. ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ ეს პროექტი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ეს სიჭარბე, რაც გვაქვს რაღაცა პერიოდში, შეიძლება რომ ამ სიჭარბის ექსპორტი მოხდეს და თუ ჩვენ აქ პირობითად ვიძახი 5 ცენტის ფარგლებში ვაჭრობთ, ანუ ელექტროენერგია ამ პერიოდში ივაჭრება, რა ვიცი, 20 ცენტი და ზემდგომ მეტ ტარიფში, ასე რომ ჩვენთვის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი ენერგია და ამასთანავე აქვს ამას პოლიტიკური დატვირთვაც, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის ნაწილი გავხდეთ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დღეს მიბმულები ვართ რუსეთის ენერგეტიკულ იმაზე, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩვენი ენერგეტიკა არის ტექნოლოგიურად რუსეთის ნაწილი. იმიტომ ჩვენ ვაბალანსებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, სიხშირეს და ზოგადად სისტემას რუსეთის ენერგეტიკის დახმარებით. თორნიკე, შეიძლება ითქვას, რომ მთელ რიგ გამოწვევებზე პასუხი, რაზეც დასაწყისში ისაუბრეთ, არის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ეს არის საკითხი, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილოს. დიახ, როდესაც საუბრობთ შეზღუდვებზე და გათიშვებზე, დაღვრაზე, ეს არის პირდაპირ დარტყმა ინვესტორის, იმიტომ იმას გათვლა აქვს რაღაცა, რომ წლის განმავლობაში რაღაცა რაოდენობის ენერგია უნდა აწარმოოს და თუ ამ ენერგიას ვერ აწარმოებს, მიბმულია პირდაპირ საკრედიტო ვალდებულებებთან. აქედან გამომდინარე, ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ შეზღუდვების შემცირება, ეს არის პირდაპირ ვალდებულება ელექტროსისტემის. ყველა ქვეყანაში, ანუ ეს არ არის ბიზნესის ვალდებულება, ანუ სახელმწიფომ და ელექტროსისტემამ უნდა მოიყვანოს ქსელი ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენ და ზოგადად გენერაციის ობიექტებს მოუწიოთ მაქსიმალურად ნაკლები შეზღუდვა. ბევრ ქვეყანაში მეცაც გეტყვით, ანუ ევროკავშირში უწევთ, ყველა ქვეყანაში ხდება, იმიტომ განახლებადი ენერგია არის თვითონ ბუნებრივად ისეთი ენერგია, რომელიც არასტაბილურია და აქედან გამომდინარე რაღაც მომენტებში არსებობს ეს შეზღუდვები, მაგრამ იმის გამო და იმ მნიშვნელობის გამო, თუ რაც აქვს მინიჭებული ამ განახლებადი ენერგიის წარმოებას, ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გათიშვა აქვს, იმ გათიშვა და გამოუმუშავებელ ელექტროენერგიაში გადასახადს იხდის ჩვეულებრივ სახელმწიფო. ესეთი მხარდაჭერის მექანიზმი აქვს, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფო იაზრებს მნიშვნელობას. აი ნახეთ, მარტივად რო შევხედოთ, ჩვენ უფორმებთ ინვესტორს ხელშეკრულებას 15 წლით, რომ მოკვიდის ელექტროენერგიას 5 ცენტად და 15 წლის განმავლობაში ჩვენ მე და თქვენ როგორც მოქალაქე ვართ დაზღვეულები, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაგვიძვირდება. მაშინ, როდესაც უცებ ომი ირანში და კი ხედავთ 3 ლარიდან საწვავი გახდა 4 ლარი. ხო? აი ეს არის ზუსტად ის გამოწვევა, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ აი ესეთი მერყევი გარემოდან გადასulis ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ განახლებადი ენერგიების განვითარება შეუწყოთ ხელი ყველანაირი ფასად. იმიტომ სხვა ასე თქვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თორნიკე საინტერესო საუბრისთვის. დღეს დედამიწის დღეა და გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ და პარალელი გავავლოთ გარემოს დაცვის მიმართულებაზე, რაც მზის ენერგიის გამოყენების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატივა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით. თორნიკე დარჯანია, მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი და ჰელიოს ენერგიის დამფუძნებელი იყო დილიდან ჩვენი სტუმარი.